ნაციონალური მოძრაობა არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს იმ მიღწევებთან ერთად, რაც ქართული სახელმწიფოს შექმნას უკავშირდება, ბევრი მძიმე შეცდომაც დაშვებული და მე თავს მივცემ უფლებას ვთქვა, რომ დანაშაულებიც. და მე მაინტერესებს იგივე კითხვების ამ კონტექსტში ბევრი იყო. შენ როცა ერთ-ერთი სირთულე ამ პოლიტიკურ ძალასთან საკუთარი თავისით იდენტიფიცირების იქნებოდა ისიც, რომ როცა ასეთ რამეს აკეთებ, გარკვეულწილად რაღაცებზე პირდაპირ თუ ირიბად იღებ პასუხისმგებლობას, ხო? გასაგებია, რომ შენ შეიძლება სკოლის მოსწავლე იყავი, როცა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში იყო, მაგრამ გარკვეულ პასუხისმგებლობას უკავშირდება. თუ შეგიძლია აი კონკრეტულად გითხრა რაღაც თემები ან საკითხები, რომლებზეც შენ მათ შორის შიგნით გილაპარაკი, ან ახლა ღიათაც იტყვი, რომ აი ესენი იყო არასწორი, ან შეცდომა, ან დანაშაული, რაც ნაციონალურ მოძრაობამ გააკეთა. ჩემი აზრით, აი ხა ოღონდ ეს კითხვა. ახლა გულახდილად გეტყვი ჩემ პოზიციას. ერთ-ერთი პრობლემა ნაციონალური მოძრაობის მათ შორის იმისგან, რის გამოც ქართული ოცნება რაღაც საფრთხობელად დღემდე გიყენებს თავის ამომრჩევლებში, არის ის, რომ თითქოს რაღაცნაირად ეს ვერ მოხდა სათანადო აღიარება უწოდოთ თუ ამაზე საუბარი, რა შეცდომების დაუშვა ნაციონალურმა მოძრაობამ და აი ხა გაქვს შენ ამის შანსი.